ადამიანის მთელ ცხოვრებას ცვლის ომი, როცა ვიღაც თავს გესხმის. უკრაინის დედაქალაქი კიევი დედაჩემთან ერთად დავტოვე ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. როგორ წავედით? ვილოცეთ და ვკითხეთ უფალს, უნდა წავსულიყავით თუ არა, რადგან ბევრი ჭორი, ბევრი ახალი ამბავი ვრცელდებოდა ომის დაწყებამდე და არ ვიცოდით რა გვექნა. წავსულიყავით თუ დავრჩენილიყავით. ეს ჩემთვის იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გესმოდეს ღმერთის ხმა, რადგან ჩვენი სიცოცხლე შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. განსაკუთრებით ასეთ დროს, როცა უამრავი უკრაინელი ასეთ გამოწვევათა წინაშე დგას. ეს მართლაც გამოწვევებით სავსე დროა. მახსოვს, ჩვენ წავედით კიევიდან და თუ არ ვცდები ომის დაწყებიდან უკვე მეორე დღე იყო. მე საჭესთან ვიჯექი და ევროპაში პირველად მივდიოდი ასე დამოუკიდებლად დედაჩემთან ერთად. ვეკითხებოდი ღმერთს, უფალო, შემდეგ რა მოხდება? ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ყველა გეგმა ჩამეფუშა. ვეკითხებოდი ღმერთს, უფალო, რა გსურს რომ გავაკეთო? რა გსურს რომ მოვიმოქმედო? ვიცი რომ ომმა ჩემს ცხოვრებაში არ გაგაკვირვა. ვიცი რომ მანამდეც ჩემთან იყავი, სანამ ომი დაიწყებოდა. იმის თქმა მსურს რომ ღმერთი არ არის ომის შემოქმედი, მაგრამ ის ამ დროსაც ჩვენთან არის და მანამდეც ჩვენთან იყო. მან უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რით უნდა დაგხმარებოდა. ასევე მესმოდა რომ დევნილი არ ვარ. მე ვარ მისიონერი ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო. და ისევ ვკითხე ღმერთს, უფალო, სად გსურს რომ წავიდე? რა გსურს რომ გავაკეთო? მეგობრებმა დამირეკეს და მკითხეს, ლიკა, დახმარება ხომ არ გჭირდება? ზოგი შეერთებული შტატებიდან, ზოგი გერმანიიდან მირეკავდა და მეუბნებოდნენ, რომ პოლონეთის საზღვარზე შეკრებას და უკრაინელი დევნილების დახმარებას აპირებდნენ. მე ვკითხე მათ, შემიძლია მეც შემოგიერთდეთ? და მაშინვე მოვაბრუნე მანქანა სლოვაკეთიდან და პოლონეთისკენ წავედი. ერთი თვის განმავლობაში ვეხმარებოდი დევნილთა ცენტრში მომუშავეებს. უამრავი დამოწმება მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ იხსნა ღმერთმა ოჯახები. დავაცნობიერე რა მდიდარია ღმერთის ოჯახი მთელ მსოფლიოში და რაოდენ ურთიერთდაკავშირებულნი და გაერთიანებულნი ვართ. ვხედავდი განსხვავებული ეკლესიები, დენომინაციები ერთიანდებოდნენ უკრაინაში, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ეხმარებოდნენ სხვა ადამიანებს და მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელ ეკლესიაში დადიოდი. მნიშვნელობა მხოლოდ იმას ჰქონდა, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს ადამიანები და გვინდა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს გასაოცარია. გასაოცარია ხედავდი ამას, გრძნობდი ამას, თუნდაც ასეთ რთულ დროს.